ერთლარად გაჩუქებული ისტორიული შენობა და ღიაცის ქვეშ დარჩენილი თეატრალური დასი რუსთაველის 37 ნომერში მდებარე შენობა, სადაც პანტომიმის თეატრია განთავსებული, ახალი მფლობელი ხავს. ტერიტორია პრეზიდენტმა შეპესე ახალ ოფისზე პირდაპირ მიყიდვის წესით გაასხვისა. შესაბამისად, თეატრის დასმა შენობა 2014 წლამდე უნდა დაცალოს. მსახიობები სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ. პანტომიმის თეატრს ქუჩაში დარჩენა ემუქრება. რუსთაველის 37-ში მდებარე შენობა, სადაც 30 წელია თეატრია განთავსებული, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით ერთლარად გასხვისდა. ეს გავიგე მე დაახლოებით ალბათ ერთი თვის წინ ეკონომიკის სამინისტროდან მოვიპოვე საბუთი, რომ ზუსტად მომცეს აგერ არის და შეგიძლიათ გადაიღოთ და გადასცეთ საზოგადოებას აცნობოთ, რომ გაყიდულია. ამაშია თელი უბედურება, მაგრამ მე არ ვიცოდი. პრობლემები შეგვექნება დავრჩებით გარეთ, ესე გამოდის, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. რა თქმა უნდა, მსახიობს ჭირდება, პირველ რიგში თეატრი ჭირდება. ხო და ეხლა ჩვენ ხანს შევიტყვეთ ამის შესახებ. შენობა ერთლარად შეპესე ახალმა ოფისმა იყიდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი შეპესე Silk Road ბიზნეს ცენტრია. კომპანიის ადმინისტრაციაში თეატრის შენობის შესყიდვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უცხოს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ქალაქში არ ვარ და უთხარი, რომ ჩემ გარეშე კომენტარს ვერავინ გააკეთებს. ანუ არავინ არ გააკეთებს ამ თემაზე კომენტარს. ეს ის ადგილია, რომელიც ქალაქის მერიამ თეატრის ადმინისტრაციას ალტერნატივად შესთავაზა. 9 აპრილის პარკში თეატრისთვის 919 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გამოიყო. სწორედ ეს რეგისტრირდება თეატრის იურიდიულ მისამართად შენობის გასხვისებამდე 3 დღით ადრე. ამირან შალიკაშვილი ამბობს, რომ არჩევანი არ ჰქონდა და ალტერნატიულ შეთავაზებას მერიის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის გამო დასთანხმდა. თუმცა თეატრის მმართველი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. მოვიდა უცებ ბრძანება მერიის, რომ 919 კვადრატიული მიწა მეკუთვნის აი აქ. მე ხმაღარ ამოვიღე, იმიტომ რომ მითხრეს, რომ თუ ამას უარს იტყვით, თქვენ გარეთ დარჩებით. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი აქ შემოსulis. აქ არ მინდა მე, აქ არ მინდა. თეატრის ახალი სტატუსი, საკუთრება და მისამართი ქალაქის მერიის 2012 წლის 9 აგვისტოს დადგენილებითაა განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც თეატრის იურიდიულ მისამართზე მხოლოდ ცარიელი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. დაფუძნდეს არასამეწარმეო იურიდიული პირი პანტომიმის სახელმწიფო თეატრი. არასამეწარმეო იურიდიული პირის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის იურიდიულ მისამართად განისაზღვროს ქალაქი თბილისი, 9 აპრილის პარკი. პანტომიმის სახელმწიფო თეატრს პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო უზურპრუქტის ფორმით 5 წლის ვადით გადაეცეს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში 9 აპრილის პარკში მდებარე უძრავი ქონება. მიწის ნაკვეთი ფართობით 919 კვადრატული მეტრი. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით ინვესტორს თეატრისთვის 100,000 ლარის გადახდა დაეკისრა. კომპანიამ ეს ვალდებულება შეასრულა, რასაც თეატრშიც ადასტურებენ, თუმცა ამ თანხის გამოყენებას არ აპირებენ. შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. მუნიციპალური თეატრი სწორედ მერიის კულტურის სამსახურს ექვემდებარება. დასმა შენობა 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დატოვოს.